მიღებული ინფორმაციაა, რაც მე გაირკვა, რომ აბსოლუტური სიცრუე იყო. ხო, შესაბამისად, აქ რა თქმა უნდა, ჩვენ გქონდა ჩვენი რეაქცია და იგივე რეაქცია გვექნებოდა ბუნებრივია დღესაც. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, მაინც რომ განგიმარტოთ, რუსთავი 2-ს არ აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, თუმცა არის ტელევიზიები, თქვენი მეგობარი ტელევიზიები, რომლებსაც მიმდინარე საგადასახადო დავალიანებას აქვს და კორუფცია, ბატონო? ან ყავს მეგობარი ტელევიზია. ყავთ, ორი მეგობარი ტელევიზია ყავთ. რომელი მყავს ან რა კავშირი მაქვს მათთან. თუ იმას გულისხმობთ, რომ დავდივარ ამ ტელევიზიებში და ჩემს საზრდას ვიყენან, ეს მეგობრობის გამოხატულება კი არ არის. ეს არის გამოხატულება იმის, რომ მაქვს საზრდას. ნახეთ, თქვენ რატო თქვით რუსთავი 2, იმიტომ რომ კონკრეტული ტელევიზია გაღიზიანებთ და კონკრეტული არ გაღიზიანებთ, იმიტომ რომ მეგობრობთ. რაც შეეხება ტელევიზიებს, ეს რო ყოფილიყო კორუფცია, სუბიექტური აქვიდან ეს რო ყოფილიყო კორუფცია, სხვანაირად გეუბნებთ, ეს რო ყოფილიყო კორუფცია, პოლიტიკური კორუფცია. ამ შემთხვევაში ერთ ტელევიზიას მიანიჭებდა ხელისუფლება უპირატესობას, მეორე საზიანოდ, მაგრამ სხვანაირად არის საქმე. პირიქით არის კონკრეტული ტელევიზია მაგალითად, რომელიც არის პირდაპირ აგენტურულ საქმიანობას ეწევა, სამშობლოს წინააღმდეგ. აი დაასახელეთ. პირველზე მაქვს საუბარი. პირდაპირ სამშობლოს წინააღმდეგ ეწევა მტრულ საქმიანობას და მას აქვს მიმდინარე დავალიანებები. ამიტომ თქვენ რომ არ ყოფილიყავით მიკერძოებული, ბატონო, ფორმულას არ აქვს მცირე მიმდინარე დავალიანება. ბატონო, მტრულ საქმეს მარტო TV პირველი თუ ფორმულაც? კი, რა თქმა უნდა. ორივე, რა თქმა უნდა. ღიად მტრულ საქმიანობას ეწევიან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ რომ არ ყოფილიყავით მიკერძოებული, ამ შემთხვევაში რო ყოფილიყავით მიკერძოებული, ვერ დაინახავდით პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მიმდინარე დავალიანება აქვს კონკრეტულ ტელევიზიებს, სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ ტელევიზიებს და მათ მიმართაც აქვს იგივე მიდგომა სახელმწიფოს, რაც რუსთავი 2-ის ან სხვა ტელევიზიების მიმართ. ამიტომ პოლიტიკური კორუფციაზე საუბარი აქ არის აბსოლუტურად უადგილო. რაც შეეხება